მოგესალმებით რადიომედის დილის არხის ფორმატში სპორტული მიმოხილვით გიბრუნდებით პირდაპირ ეთერში კახა გელაშვილთან ერთად გამარჯობა კახა. გამარჯობა ზაზა მივესალმებით ჩვენს მსმენელს. დღეს 26 დეკემბერია პარასკევი ამ წლის ჩვენი ბოლო ეთერი და ჩვენ გუშინაც აღვნიშნეთ რომ გამოვეხმაურებოდით 2025 წლის სპორტულ შეჯამებას რომელიც 23 დეკემბერს წარადგინა სპორტის სამინისტრომ და ძალიან მარტივად და ერთ ფრაზაში გამოსახულია ამ ერთი წლის განმავლობაში მიღწევა მედლების შემდეგი რაოდენობით 1935 საერთაშორისო მედალი. ჩვენ გუშინაც აღვნიშნეთ რომ ეს ძალიან დიდი და მკვეთრი მაჩვენებელია მნიშვნელოვანი მიღწევებისა საოცარი შედეგებისა და მე უბრალოდ აქვე მინდა ყურადღების გამახვილების თვალსაზრისით და ამ ყველაფრის ახკმადობა რომ გავზარდოთ რაოდენ მაღალი ციფრია სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე არის საკმაოდ კარგი სტატისტიკა და აქ თავარ ზედა ნაწილში არის მითითებული სპორტთან დაკავშირებული რამდენი წარმომადგენელია სპორტის საქმიანობაში ზოგადად ჩართული თქვათ საჯების რაოდენობა არის 2739 მთელი ქვეყნის მასშტაბით მწვრთნელი ყავს როგორც აქ ნახე ერთი წამით გადამეტვირთა ეს საინტერესო დეტალია და მინდა ამაზე გავამახვილოთ ყურადღება მწვრთნელი ყავს დღევანდელი მოცემულობით 7004 და სპორტსმენი ყველა სახეობაში და სპორტსმენი ქალი ვაჟი პარასპორტსმენი ყველა ერთად 170,000 და 616 170,616 აი ამ 170,000-ის რამდენი პროცენტი გამოდის ახლა მედლების ის რაოდენობა რომელიც 1935 სახით არის მოპოვებული მთელი წლის განმავლობაში ეს არის მოსავალი რაც მოვაგროვეთ გასაგები აქ ყველა ოქრო არ არის გასაგები ვერცხლია ბრინჯაოა საერთაშორისო შეჯიბრებებზე წლევანდელი გუშინაც აღვნიშნეთ მართლა საოცარი დეტალია რომ ასეთი პატარა ქვეყნისთვის სადაც ბოლო აღწერით 3,700,000 ვიყავით ისინი ვინც საქართველოში ვარ და მთელ სოფლიოში კიდევ მე მგონი 5 მილიონს არ ვაგვიმატებთ და ამ რაოდენობისთვის ეს არის საკმაოდ სერიოზული და დიდი მაჩვენებელი სანამ წლევანდელ წელზე დავიწყებთ საუბარს შარშანდელი 2024 წელი გავიხსენოთ და ვთქვით რომ გამორჩეულად წარმატებული წელი იყო ძალიან ბევრი გარდა ოლიმპიური წარმატებისა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა იყო ასევე საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული მრავლად ოქრო და ვერცხლი და ბრინჯაო და იყო საუბარი რომ აი ალბათ ყველაზე წარმატებული კი 2024 წელი შეიძლება ითქვას ქართული სპორტის ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თუმცა არც წლევანდელი წელი იყო ასე ვთქვათ გამონაკლისი ჯილდოების მხრივ აგერ აღნიშნე შენ კიდევაც და ქართველი სპორტსმენები, ქართველი კომაგები, ასე ვთქვათ, ჩაბმულები იყვნენ საერთაშორისო ფორუმებში, სპორტულ ფორუმებში და გულშემატკივრების გამორჩეული ყურადღების ცენტრში იყო გულშემატკივრების წელსაც საქართველოს ფეხბურთელთა, კალათბურთელთა და ეროვნული მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდების საერთაშორისო გამოსვლები თუმცა წლის ნაკრების სტატუსის მოპოვება რა თქმა უნდა კალათბურთში სრულიად დამსახურებულად მოლოდინი ქონდა 21 წლამდე ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე დიასპარეზა და ჯგუფში როგორც ვახსოვს დრამატული მარცხი საფრანგეთთან მე-12 დამატებულ წუთზე 2-3 წაგება 94 წუთისთვის 2-1 ვიგებდით და სწორედ ამ მარცხმა გადაწყვიტა ფაქტობრივად ჯგუფიდან ვერ გასვლა ჩვენი ნაკრებისა რა თქმა უნდა ვახსენოთ შერეული ორთაბრძოლები და ჩვენი 2024 წელი იყო პიკი შეიძლება ითქვას აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატის პოპულარობა სწორედ 2024 წელს მიაღწია პიკს როდესაც კამრები მოიგეს ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა და წელსაც რა თქმა უნდა ეს ტენდენცია გაგრძელდა ინტერესი ამ სპორტის ამ სახეობის მიმართ ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო გავიხსენოთ სუმოს მიმართ სადაც ტრადიციულად ქართველი სუმოისტები ელიტაში გამოდიოდნენ და იყვნენ ელიტური მებრძოლები როგორც კი ქართველები წამოვიდნენ აღარ არიან სუმოში ინტერესი ამ სპორტის სახეობის მიმართ ინტერესი არ მინელებულა არის ახლა რა თქმა უნდა მე მაგალითად ყველა ტურნირს ვუყურებ და ვცდილობ გავაშუქო ხოლმე, თუმცა როდესაც შენიანი მონაწილეობს, რა თქმა უნდა,
ძალიან საინტერესოა. ხო, სხვათა შორის აგერ ერთი თვის წინ იყო თუ არ ვცდები, რომ საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებმა სოფლიო თასზე ჯამში 4 медали მოიპოვა. კი, მე სამოყვარულო სუმოა, მე ვამბობ თვითონ ეს აი მეკას რო ეძახიან სუმოს, ხო, რა თქმა უნდა, იქ ყოველთვის ყავდა კოკაინიდან დაწყებული ამაში, სადაც საერთოდ იქ მე მგონი ნომერ პირველი სპორტია, რომელიც უბრალოდ სპორტის კი არა, კულტურის ნაწილიც არის და სოციალური გამოხატულებაა. ერთი ესეთი ისტორია მინდა გავიხსენო, მოკლედ ნაცნობი მოგზაურობდა გემით და ერთი იაპონელი სპორტის სამინისტროს მაღალჩინოსანი ხა მინისტრი შეიძლება არ იყო, მაგრამ მაღალჩინოსანი გაიცნო და ისაუბრეს კოკაის ვიცნობ მეო და არ დაუჯერა ამან და გადაურეკა კოკაის და ალაპარაკდა ფეხზე ადგა ეს. თორმე რომ ეს ამას რა იმას სუმოისთან პროფესიონალ სუმოისთან საუბარის კი და ეს სატელეფონო გაცნობა იყო მისთვის უდიდესი პატივი. აი მხელა ის არის სუმოს მეკაში საერთოდ სხვა მაღალ რანგში აბსოლუტურად რა. აი ნიმუშის მიმცემი თითოეული მოქალაქისთვის და უდიდესი პატივი. იმიტომაც არის იქაური სუმოისტების ცხოვრების წესით აბსოლუტურად სხვა მოცემულობისა. აბსოლუტურად სხვა, კი ბატონო, რაღაც განსაკუთრებული. ეს იმ კულტურის ნაწილია და ცალკე თემა აბსოლუტურად. კი, თავისი იქაური. საფეხბურთო ნაკრების წლის პირველი გამოწვევაც უნდა გავიხსენოთ UEFA-ს ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი-ოფი კავკასიური დერბი სომხეთის ნაკრებთან, სწორედ ამ მატჩები დაიწყო მარტში ხომ. ოფიციალური მატჩების სერია ჩვენმა ნაკრებმა და კავკასიური დერბი შესანიშნავად დაიწყო, მერე გაგრძელებისა რა მოგახსენოთ. გაგრძელებისა რა მოგახსენო, ოკეი. ახსენეთ ძიუდო გუშინაც ვისაუბრეთ ჩვენ ძიუდოისტებზე. ჩვენს უდაოდ ისტორიული მსოფლიო ჩემპიონატი იყო წელს ბუდაპეშტში. ივნისში და პირველი მსოფლიო ჩემპიონი ყავს ქართული ძიუდოს ისტორიაში ინდივიდუალურ პირველობაზე ქართველი ეთელი პარტელიანი რომელსაც წელს საინტერესო დეტალი იყო რომ ვაჟებში მსოფლიო ჩემპიონი არ ყავდა და ეთელი პარტელიანმა ეს დანაკლისი შეგვიფსო ოქროს მედლის სახით. პირველი ქართველი როგორც უკვე აღნიშნეთ და ჯამურად ანუ ინდივიდუალურ და შერეულ გუნდურ ორთაბრძოლაში 9 ორთაბრძოლა ჩაატარა ეთერმა 9-ვე მოიგო და აქედან 8 იპონით წმინდა დაამარცხა მეტოქეები რაღაც საოცარ ფორმის პიკზე იყო ლიპარტელიანი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე და შედეგიც მოიტანა და 2025 წლის სპორტსმენი ქალის სტატუსიც მოიპოვა საქართველოში. და აგეთანხმები სრულად ვიზიარებ პირადად მე, როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ასევე სპორტის სამინისტროს აი ამ ვერსიას წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალბატონად სწორედ წელს ეთელი პარტელიანი უკონკურენციო იყო გუნდურ შეჯიბრებაში ეთერთან ერთად მარიამ ჭანტურიამ სოფიო სომხიშვილმა ლაშა ბექაური გურამ თოშიშვილი მიხეილ ბახბახაშვილი ნაკრების ეს შემადგენლობა იაპონიას მოუგო ნახევარფინალში 2018 წლიდან შერეულ გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატებზე იაპონია სრული ჰეგემონი იყო და აი წელს ქართველებმა დაამხეს ძიუდოს სამშობლოს წარმომადგენლების ეს ჰეგემონია სანდრო ბაზაძე წლის საუკეთესო სპორტსმენი ვაჟთა შორის მოფარიკავე ლეგენდა უკვე შეიძლება ითქვას ისევე როგორც ეთელი პარტელიანი დარჩება ისტორიაში ქართული სპორტისა როგორც ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი ასევე არის სანდრო ბაზაძე წელს თბილისის მომასპინძლა როგორც ვიცით მსოფლიო ჩემპიონატს და სანდრო შინაურ კედლებში აბსოლუტურად კი ოქროს მედალი კი ბატონო და ასევე სანდრო ბაზაძე არის პირველი ქართველი ფარიკაობის ამ კონკრეტული დისციპლინის წარმომადგენელი, ანუ ხმლით ფარიკაობაში, რომელსაც ინდივიდუალური პირველობა მოიგო, მსოფლიო ჩემპიონი გახდა ინდივიდუალურ პირველობაზე. ბაზაძემ სრულად შეავსო მედლების კომპლექტი, მანამდე ვერცხლი და ბრინჯა ჰქონდა, წელს ოქროს მედალი. და იმედი გვაქვს, რომ ოლიმპიური ჩემპიონის ველოდებით ოლიმპიურ ჩემპიონობას შეხმატებს საკუთარ კოლექციას და აღარ განმეორდება ის, რაც პარიზში იყო. კი ბატონო, იმ ვისურვოთ, რომ მართლაც ასე იყოს. კალათფურთელებზე ჩამოვაგდე შენ საუბარი და როგორ შეიძლება კალათფურთელების მიღწევა არ გავიხსენოთ წელს 2025 წელს ასევე ისტორიული მოვლენა ქართული კალათფურთისთვის პირველად საქართველოს ნაკრებმა მეოთხედ ფინალში ითამაშა ანუ კონტინენტის 8 საუკეთესო ნაკრებს შორის ზედიზედ მე-6-ად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები და იქაც ის ემოცია დაუვიწყარია გახს პირველ შეხვედრაში ევროპის იმხანად ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან ესპანეთის დამარცხება
შემდეგ განვლილი ჯგუფური ეტაპი გასვლა მომდევნო ეტაპზე და იქ საფრანგეთის ნაკრები, რომელიც ერთ-ერთ უპირველეს ფავორიტად მიიჩნეოდა ევროპის ჩემპიონატისა, კი აკლდათ შეიძლება ფრანგებს რამდენიმე ლიდერი. მაგრამ მაინც საფრანგეთის ნაკრებია, რომელსაც საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს. რა თქმა უნდა, უდიდესი არჩევანი, კი ის რომ თქვა სიტყვაზე ვემბანიამო რო ყოფილიყო აუცილებლად ევროპის ჩემპიონი გახდებოდა, რა თქმა უნდა ეს არასწორია ის კალათბურთი ვინ როგორ ითამაშებს კონკრეტულ მატჩში და ვინც როგორ გამოუვა თამაში ეგ სხვა საკითხია. ფაქტია რომ საქართველოს ნაკრებმა ალექსანდრ ჯიკიჩი სერბის სპეციალისტის საუცნობით მეოთხედ ფინალში ითამაშა და ამ წარმატების ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი რა თქმა უნდა არის გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელიას სული და გული. მე კი ვთქვი ერთხელ ჩვენს ერთ-ერთ ასეთ გადაცემაში რომ როდესაც საქართველოს საფრანგეთი დაამარცხა ფრანგმა კალათბურთის სპეციალისტმა ცნობილმა საფრანგეთში თქვა ესეთი რაღაც რომ ყველა ნაკრებს ძალიან ძლიერი შემადგენლობებით იყვნენ გუნდები ჩასულები ევროპის ჩემპიონატზე და ყველა ნაკრებს გამოკვეთილ ლიდერებს ყავდათ იგივე იქ დონჩიჩი იყო თქვა იქ იოკიჩი და ასე შემდეგ ვარსკვლავად კრებული თუმცა აი ეს სულის და გამარჯვების სულის მიმცემი, რომელსაც შეუძლია შტაბეროს კალათბურთელს მთელ გუნდს აი ეს გამარჯვების მომტანი ესეთი შეგრძნება ასეთიო თორნიკე შენგელია არისო და თან მატჩის დაწყებამდე ვფიქრობდიო რომ შეძლებენ კი შენგელიას გაჩერებასო შენგელიას გაჩერებაო ფაქტობრივად საქმის ნახევარი იქნებოდაო ეს თვითონ ფრანგი სპეციალისტი ცხელგულზე წერდა რა თქმა უნდა პლეიოფში მარცხინების მიერი გუნდისთვის წარუმატებლად და ძალიან ძნელად გადასატანია და მით უმეტეს როდესაც საქართველოს ნაკრები იმ შემთხვევაში წვილის აუტსაიდერად მიჩნეული გუნდი აი ესე ბრწყინვალე სტილში ამარცხებს ნაკრებს. ხონდა საკმაოდ ესეთი ნორმალური მაღალი შანსი ასევე ფინეთთანაც არ იყო ფინეთი არც საფრანგეთი არც ესპანეთი რომ მოგვიგოდა სულად ნახევარფინალში გავსულიყავით კი ბატონო თუმცა წელიწადი სამ გულდასაწყვეტი მარცხით დავასრულეთ ასე ვთქვათ აქ და ჩვენ მე მგონი 5 წუთზე მეტი არ რჩება კახა და მინდა მაქსიმალურად მოვასწროთ აქვე უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად ჩვენ გუშინაც ვთქვით რომ ახალგაზრდა სპორტსმენის რანგში პირველობა 2025 წლის სპორტსმენის სტატუსი მიანიჭეს ვახტანგ ლოლუას რომელიც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იყო და პარასპორტსმენები საოცრად დიდი მონაპოვარი ძალიან დიდი ტრადიციული საერთოდ პარასპორტი ძალიან ვითარებულია და საოცარი შედეგებით გამოირჩევიან და ყველა სახეობაში და საუკეთესო პარასპორტსმენ ქალთა შორის ანა ჯაფარიძე გამოიკვეთა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ პარატაეკვანდოდან და ტაეკვანდო ისევ პარატაეკვანდოს მიმართულებიდან გიორგი ქალდანი რომელიც პარასპორტსმენი კაცის 2025 წლის სტატუსის მფლობელი გახდა და ესეც ალბათ ბევრ რამეზე მეტყველებს არ ვიცი ერთობლიობა ალბათ ყველაფრისა, როდესაც პარა სპორტსმენები არა უბრალოდ ასპარეზობენ, არამედ მაღალ შედეგებს დებენ. რა თქმა უნდა. ესეც დიდი მონაპოვარია ალბათ ჩვენი რა თქმა უნდა. ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში და შეიძლება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი, პარაცენტრი, სადაც ყოველწლიურად რამდენიმე საერთაშორისო უმსხვილესი ტურნირი ტარდება სხვადასხვა სახეობებში. ეს ერთ-ერთი მიზეზიც არის. რა თქმა უნდა. ეს თვითონ პარალიმპიური კომიტეტი ძალიან ასე ვთქვათ უმაღლეს დონეზე კი მოღვაწეობს სახელმწიფოს მხრიდან რა თქმა უნდა დახმარება და ეს სტიმულია ამ ადამიანებისთვის რომ წარმოაჩინონ თავიანთი ქვეყანა და წარმოაჩინონ უაღრესად მაღალ დონეზე. ჩვენ ყავდა არაერთი პარასპორტსმენი სტუმრად ნინო მეონარგიას დახმარებით აიგივე ქალდანი ახსენე სტუმრად მაშინ მეც ვიყავი ნინოსთან ერთად და აი ეს წარმატება კომპლექსური მუშაობის შედეგია რა თქმა უნდა და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს წარმატებები გაგრძელდება 2026-ში კიდევ უამრავ სიხარულს მოგვიტანა დარწმუნებული ვარ როგორც პარასპორტსმენები ასევე და ნინოს არაერთხელ უმასპინძლებს და მიზეზიც არაერთი ექნება და გვექნება ამ თემაზე სასაუბროთ და კიდევ ერთი დღეს შანამ მოხვიდოდი ეთერში როდესაც მივესალმე სტუმრებს და დღევანდელი დღის გამორჩეულ თარიღებზე ვისაუბრეთ, ასევე იუბილეებზე და იქვე აღნიშნე რომ დღეს ქართველი
სპორტსმენის გამორჩეული ძიუდოისტის უკვე პოლიტიკოსის შოთა ხაბარელის დაბადების დღეა ადამიანისა რომელმაც თუ არ ვცდები 4 ბრინჯაოს 5 ვერცხლის და 5 ოქროს медали მოაგროვა თავისი კარიერის განმავლობაში. მისი კარიერული პიკი რა თქმა უნდა ოლიმპიური ჩემპიონობა მოსკოვის ოლიმპიადაზე 1980 წელს შოთა ხაბარელმა ოლიმპიადის ჩემპიონის ტიტული მოიგო ოლიმპიური ჩემპიონი. პირველი იყო 1980 წელი, ხო? 1980 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა მოსკოვში. მოსკოვის ოლიმპიადაზე და ყოველთვის ითვლებოდა ხაბარელი კარიერის მანძილზე, აქტიური კარიერის მანძილზე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავის ზონაში ძიუდოისტად, შემდეგ კარიერის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო წარმატებას მიაღწია შეიძლება ითქვა სამსმელო ასპარეზზე, არაერთი ლეგენდა გაუზარდა ქართულ ძიუდოს, სწორედ იგი იყო პირადი მსმელი ზურაბ ზვიადაურის, რომელმაც პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ამიტომაც აქვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება. სრულიად დამსახურებულად, კი. და ძიუდოში შოთა ხაბარელის მოღვაწეობა ქართულ ძიუდოში როგორც მწვრთნელის არის განუზომლად დიდი და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტი უნდა ითქვას და კიდევ უფრო მეტი სასაუბრო უნდა იყოს შოთა ხაბარელის აი ეს უდიდესი წარმატება მის სამსმელო ასპარეზზე. მას აქვს უნიკალური ნიჭი თვისება, რომ თქვათ აი პატარა ნახევრზე ჭიდაობის დროს 8-9 წლის ბავშვზე თქვას, რომ შეიძლება დიდი მოჭიდავე გახდეს. აი ესეთი რაღაც შეამჩნიოს. თითქოს არაფრისგან გამორჩეული სხვების უცხო თვალისთვის, მაგრამ აი ეს მწვრთნელის თვალია, ეს ფეხბურთშიც არის, კალათბურთშიც ხო შეიძლება აი ესეთმა დიდმა მწვრთნელმა, სპეციალისტმა შეამჩნიოს და შემდეგ გაზარდოს დიდი სპორტსმენი. აი ესეთი ქართული ჭიდაობა ტრადიციულად ნახერხიდან იწყებოდა ძიუდო იქნება სამბო თუ სხვა ჭიდაობა. ამიტომაც არის ეს ჩვენი მთავარი და 1991 წელს საქართველოს აბსოლუტური ფალავანი იყო ქართულ ჭიდაობაში. თვითონ ფალავანია, კი, შოთა ხაბარელი საქართველოს აბსოლუტური ფალავანია, კი ბატონო. მოკლედ ვულოცავთ ბატონ შოთას, წარმატებულ ადამიანს როგორც სპორტში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში და კიდევ არაერთი წარმატებები, რა თქმა უნდა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ მისი როლი ძიუდოში განსაკუთრებით დიდია და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ სათანადოდ არ არის კიდე დაფასებული თუ რას მიაღწია მან როგორც სპორტსმენმა და როგორც მწვრთნელმა, რა სპორტსმენები გაზარდა ძიუდოისტები და როგორ ასე ვთქვათ, დღევანდელი საერთოდ ნებისმიერ სახეობაში სპორტისა წარმატება არის, ვთქვათ, შეიძლება ითქვას აისბერგის წვერი, აი საიდან მოდის ის ყველაფერი, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც დღევანდლამდე მოიტანეს ესე თუ ის სპორტი წარმატებული სახეობა. აი ერთ-ერთი ძიუდოში ერთ-ერთი უდიდესი დამსახურების მქონე არის სწორედ ბატონი შოთა ხაბარელი. მოკლედ 1980 წელს კი მოიპოვა პირველი ოლიმპიური ოქრო და შემდეგ არაერთ საერთაშორისო ჩემპიონატზე გამარჯვებული, ბრინჯაო, ვერცხლი და ევროპის ჩემპიონიც გუნდურში იყო თუ არ ვცდები, მანამდე ოლიმპიურ ჩემპიონატამდე და მოკლედ საკმაოდ დიდი მიღწევა და ალბათ ყველაზე დიდი შედეგი არის ის, რომ მან თავისი სპორტული კარიერა არ დაასრულა, ასე ვთქვათ, აქტიური სპორტსმენის რანგში, არამედ მერე როგორც მწვრთნელმა არაერთი ძიუდოისტი აღზარდა და ზოგადად მართლაც ექსპერტია ეს ადამიანი ამ საქმეში და ამ მსგავსი ადამიანების სიმრავლე ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენთან ძიუდოს და ჭიდაობის სახეობების მაღალი თამასა დიდხანს მაქსიმალურად და ოქროს მედლების დონეზე იყოს მუდამ შენარჩუნებული. ამასობაში მე გიგვან